შემოძადებ აღმოსრულებთ მარხვანის პირველ კვირას. ამ წიგნის რომელსაც ქვია მარხვანი, რომელთაც შევდივართ დიდ მარხვაში. დღეს იწყება ის პერიოდი ეკლესიის ლიტურგიულ წელიწადში, რომელიც ბოლოს მთავრდება ყოველთა წმინდანთა კვირიაკეთი. აი ესეთი გრძელი და სავსე დღესასწაულებით არის ის პერიოდი. ჯერ მარხვანის მოსამზადებელი ტრიოდიონს, რასაც ეძახიან, ეს სამი კვირიაკე, რომელიც მარხვისთვის მოგვამზადებს, მერე თავად მარხვა, რომელიც გვამზადებს ნების შვიდეულისთვის. ნების შვიდეული კიდევ გვამზადებს ქრისტეს აღდგომისთვის. და ქრისტეს აღდგომა მერე გრძელდება 40 დღე. 50-ე დღე სულთმომფენობას დღესასწაულობთ და სულთმომფენობის შემდეგ კვირა არის ყოველთა წმინდანთა და ყოველთა წმინდანთ ხსენებით დავასრულებთ იმას, რასაც ვიწყებთ დღეს. აი ესეთი გრძელი აღსავსე დღესასწაულებით, სინანულისკენ მოწოდებით და სილამაზით შემკული არის ეს პერიოდი. და ეს პირველი კვირა არის მოწოდება იმისკენ, რომ დაუფიქრდეთ, როგორ ვასრულებთ იმას, რასაც ქვია ქრისტიანობა. ანუ რასაც ვეძახით, რომ ვართ ქრისტიანები, რომ ლოცულობთ, მარხულობთ ეკლესიაში დავდივართ, დღევანდელი კვირა არის მოწოდება იმისკენ, რომ ცოტა შევაფასოთ. სწორედ ვაკეთებთ ამ ყველაფერს თუ არასწორად. იმიტომ რომ დღევანდელი სახარებიდან ჩანს ისეთი ადამიანი, რომელიც თითქოს და სწორედ აკეთებდა ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ ისე შორს იყო ღმერთისგან, რომ ღმერთისთვის მისი ლოცვა იყო მიუღებელი. და ის ადამიანი, რომელიც სხვებისთვის დასაცენი იყო, სხვებისთვის იყო არასამაგალითო და თვითონაც კი ეგონა, რომ ღმერთისთვის იყო მისი ლოცვა მიუღებელი, ხო? აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი იყო გაცილებით უფრო ახლოს. ვინ არიან ეს ორი? ეს არიან მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი და მეზვერე. აი ეს ორი პერსონაჟი დღევანდელი მაცხოვრის იგავიდან. ვინ იყვნენ ეს ფარისევლები? ფარისევლები იყვნენ იუდეველთა ისტორიაში, ესე იგი ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტეს მოსვლის შემდეგ და მერე დააკანონეს თავისი, ესე იგი ავტორიტეტი, იყვნენ ყველაზე ავტორიტეტული ხალხი. ტაძრის მსახურებაში, იუდაიზმში, ესე იგი ძველი აღთქმის ქრისტეს დროინდელ პერიოდში იყვნენ ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე სამაგალითო, ყველაზე ნაკები და ყველაზე ეტალონი ხალხი. მათ ეკითხებოდათ მოსეს ჯული, ნებისმიერი წესი, ადათი, ასე შემდეგ. დაჯგუფება იყო ხურვალად მორწმუნე ხალხის, რომელსაც ერქვა ფარისევლები და ისინი იყვნენ ყველაზე ავტორიტეტულები იუდაიზმში. ეს არის ერთი წარმომადგენელი მათი, არის ფარისეველი დღევანდელ იგავში. და ვინ იყვნენ? მეზვერეები. მეზვერეები იყვნენ, ესე იგი, გადასახადების შემკრებელნი, რომლებიც იუდეველებისთვის იყვნენ რომაელთა დაპყრობის მერე, რაც რომაელებმა იუდეა ჯერ თავიანთი ქვეშემდომად აქციეს და მერე ჰეროდეს სიკვდილის მერე საერთოდ გამოგზავნეს პროკურატორი, რომ არც მეფე ყოლდათ არაფერი და მათთვის აი ამ რომაელთა დაპყრობის შემდეგ მეზვერეები იყვნენ რომაული ძალაუფლების უპირველესი წარმომადგენლები. იმიტომ რომ რომაელებისთვის ყველაზე მთავარი იყო გადასახადების აკრება. რომ ის ხალხები, რომლებიც რომის იმპერიაში შედიოდნენ, მათ რაცავლადიდება ჰქონდათ, რაც ქონება ჰქონდათ, რაც სიმდიდრე ჰქონდათ, ეს ყველაფერს აღწერდნენ და ჰქონდათ ესეთი ინსტიტუტი საგადასახადოსი. ძალიან ესე იგი პროფესიონალები, რომ ხალხისგან არა მხოლოდ აეღოთ, არამედ გამოეძალათ ის, რასაც რომი თვლიდა, რომ ეკუთვნის. ამიტომ გადასახადის ამკრეფები, როდესაც იუდეველები იყვნენ მეფეები, მაშინ იყვნენ მიუღებელი ებრაელებისთვის, იმიტომ რომ მოძალადეობას ჰქონდა ადგილი და გადასახადების აკრეფა არ იყო ისე, რომ რაც ეკუთვნის
სახელმწიფოს იმას აძლევდა მარტო, არა. სრულიად სხვა სისტემა იყო. სახელმწიფო უკვეთავდა გადასახადების ამკრეფებს რაღაცა თანხას, რომ აი ეს თანხა უნდა შემოიტანოთ ხაზინაში. და ზემოთ რისი დამატებაც გინდათ, ეგ თქვენი იყოს. ანუ თუ მეტის აკრეფას შეძლებთ, აკრეფა და დაიტოვეთ. ეს იყო, ესე იგი, საშინლად მოძალადე სისტემა. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იუდეველებმა იცოდნენ, რომ გადასახადის ამკრეფლები იყვნენ იუდეველები, ემსახურებოდნენ რომის იმპერიას და ამ გადასახადთა უმეტესი ნაწილი არჩებოდა იუდეაში ან გალილეაში, არამედ მიდიოდა რომში. და მათ ტაძრების მშენებლობას ეხმარებოდა, ემსახურებოდა, ომების წარმოებას ემსახურებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ იუდეველებისთვის მეზვერე და ცოდვილი იყო ერთი და იგივე. როგორც ფარისეველი იყო უდრი და მართალკაც, ასევე მეზვერე უდრი და ცოდულკაც. ხო და ეს ორი ადამიანი ადის ტაძარში და ლოცულობს. ერთის ლოცვას ვისმენთ და მეორეს ლოცვასაც ვისმენთ. და იქ ლოცვის დროს გამოჩნდა ვინ იყო. გარეგნულად კაცთა თვალში ფარისეველი იყო მართალი და გარეგნულად კაცთა თვალში მეზვერე იყო ცოდვილი. მაგრამ გულში, ღმერთი მეცნიერი და ღმერთმოუწვის კაცის გული მარტო, აღმოჩნდა, რომ ამ ორმა ადამიანმა, რომელიც ერთი მართალი იყო, მეორე ცოდვილი, თავისი ადგილები გაწყვეტეს. ღმერთის თვალში, ის ვინც კაცის თვალში იყო მართალი, აღმოჩნდა ცოდვილი და ღმერთისგან შორს მდგომი. და ის ვინც კაცთა თვალში იყო ცოდვილი, აღმოჩნდა ღმერთისთვის მიღებული, ღმერთის მიერ მიღებული, ღმერთთან ახლოს მყოფი. ესე იგი, უნდა ჩაუყურდეთ რა იყო მათი ლოცვა, რომ გავიგოთ, რომ ჩვენც იგივე არ მოგვივიდეს, რომ ჩვენც დაუკვირდეთ. რა არის ამ კაცის ლოცვა, რომელიც ასე შორს იდგა ღმერთისგან, თუმცა ეგონა რომ ახლოს იყო. და რა არის ეს ლოცვა ამ კაცისგან, რომელიც ასე სათნო მიიღო ღმერთმა, რომ ისთვის ესეთი საყვარელი იყო ამ კაცის ლოცვა, რომ მიიღო და უპასუხა მადლის მოცემით და განმართლებით ამ კაცს. ფარისევლის ლოცვა საერთოდ ლოცვა არ იყო. დაუკვირდით რას ამბობს კაცი, აბა? გმადლობ ხო თითქოს და ამბობს, გმადლობ მურთო. პირველი სტილები ეგ არის თითქოს და კარგად იწყებს. მაგრამ მე ამბობს ისეთ რაღაცეებს, რომ საერთოდ ლოცვა არ არის ეგ. ეგ იყო თავის ქება. ეს კაცი ღმერთის წინაშე გარეგნულად იდგა და ისე იდგა სარკის წინ. ის თავის თავს ულოცავდა იმ წარმატებებს, რომელიც ეგონა, რომ მან მიაღწია თავის სულიერ ცხოვრებაში. გმადლობთ, რომ არ ვარ ესეთი და მე დაამატა, რომ განსაკუთრებით კი არ ვარ აი ეს როგორც ეს საწყალი კაცი. ამ კაცის ნათქვამი ლოცვა არ იყო საერთოდ. ამ კაცის ნათქვამი იყო ჩამონათვალი თავისი მიღწევების. ამ კაცს საერთოდ ღმერთი არ ჭირდებოდა. აი ეგეც მაგის თქმა შეიძლება. მას ღმერთი არ ჭირდებოდა, რომ ღმერთი არის მისი მაცხოვარი, რომ ღმერთი არის მისი მხსნელი. მას თავის თავი უკვე იხსნა, გამოისყიდა თავისი საქმეებით და მოდის ტაძარში უბრალოდ რომ ეს დაადასტუროს, რომ ამითი თავის თავი დაარწმუნოს ისევ ამაში, რომ თავის თავი მოიწონოს ისე, ხო? რომ ესე იგი დაადასტუროს, რომ კი მართალია, რატო არის მართალი? იმიტომ რომ აი ესა და ეს ჩაიდინა და აი იმნაირების არ არის, რომლებიც ცოდვილები არიან. ფარისეველი ესე იგი გამოდის, რომ საერთოდ ღმერთისთვის არ მისულა ტაძარში. ის მას არ სჭირდება, შინაგანად მას გრძნობაც კი არა, რომ მას სჭირდება ღმერთი, რომ ღმერთია მისი მაცხოვარი. და მაგიტომაც ღმერთისთვის მისი ლოცვა იყო კრალი, მიუღებელი. ღმერთისთვის მისი ლოცვა საერთოდ იყო შეურაცხყოფა. ის ღმერთს არ ელაპარაკებოდა, ის თავის თავს იწონებდა. მისი თეოლოგია აი ესეთი რამ იყო, რომ მან უკვე იყიდა, მოიპოვა სასუფეველი თავისი საქმეებით. და აი ამ
განტოლებაში ღმერთი საერთოდ არ ფიგურირებს. არის მხოლოდ ის, მისი საქმეები და ამ საქმეების გამო თავის მოწონება. ღმერთი საერთოდ არ ფიგურირებს. და შესაბამისად ეს კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ის მართალია, რომელიც მთელი ერის თვალში იყო როგორც მართალი კაცი და ეგონა, რომ როდი ადიოდა ტაძარში ის ღმერთის წყალობას მოიხვეჭდა, აღმოჩნდა ღმერთის თვალში, ღმერთის პირისგან განგდებული. მისი ლოცვა იყო ისეთი, როგორცაც ისაია წინასწარმეტყველი ამბობს, როდესაც გონია, რომ ჩვენი სიმართლით ღმერთს მოვაწყვნებთ თავს, რომ ყოველი სიმართლე თქვენი როგორც ბინძური ნაჭერია ჩემს წინაშე. რასაც ამბობს არ ვიტყვი ისაია წინასწარმეტყველის სინამდვილეში, მაგრამ როგორც აი ნაგავში ამოსული ნაჭერი, აი ისე არის თქვენი სიმართლე ჩემთანო, როდესაც მოდიხართ და თქვენი სიმართლე თავს იწონებთ. აი ესეთი იყო აი ამ კაცის თავმოწონება ღმერთის წინაშე. მას ღმერთი არ ჭირდებოდა, ის ღმერთის მიმართ არ ლოცულობდა და მას უკვე მოპოვებული ჰქონდა, მოსყიდული ჰქონდა, დამსახურებული ჰქონდა სათა სასუფეველი და მაგიტომაც ის იყო ღმერთისგან შორს. და მაგიტომაც მაცხოვა რომ მოგვიტანა ის როგორც მაგალითი, რომ ესეთები არ გავხდეთ. და როგორი იყო მეზვერის ლოცვა? კი მეზვერე ცოდვილი იყო, იმიტომ რომ ცოდვილ პროფესია ჰქონდა ისეთი, რომ აუცილებლად რაღაცა ცოდვაში ჰქონდა ხელი გაწვილი ამ გამოძალვაში, ასე შემდეგ. მაგრამ ამის დამემხელვა და ტაძარში მიდიოდა. აი ეს პირველი თვისება კაცის, რომ კი გასაგებია, რომ ცოდვილია ერის თვალში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო მისთვის დამამხოლებელი. ტაძარში მიდიოდა და ტაძარში მიდიოდა იმისთვის, რომ მას მართლა წამდა, რომ მხოლოდ ღმერთი არის მისი მაცხოვარი. განა არ ჰქონდა კეთილი საქმეები. ეგ არ უნდა გვეკონოს, რომ ფარისეულს არ ჰქონდა ცოდვები და მეზვერეს კიდე არ ჰქონდა კეთილი საქმეები. ტყუანია ეგეთი განმარტება. ფარისეულს ჰქონდა ცოდვები, ისევე როგორც მეზვერეს. და მეზვერეს ჰქონდა კეთილი საქმეები, ისევე როგორც ფარისეულს. მაგრამ ამის და მიუხედავად მეზვერის ლოცვა იყო მართლა ლოცვა. იმიტომ რომ ის არ იგონებდა, რომ აი კი ცოდვილი ვარ, მაცხოვარო, მაგრამ აი ხო გამიკეთებია კეთილი საქმე რა. რაღაც მქონდა, იქიდან ფული მივეცი ვიღაცას, იქ ვიღაცას ნაკლები გამოვძალე ან ერთგული ვარ ცოლის და შვილის. ყველა ადამიანი, კვლელი რო იყოს ადამიანი, ხო? იმანაც კი შეიძლება მოძებნოს თავის ცხოვრებაში რაღაცა, რითიც გაიმართლოს თავი და თქვას, რომ რაღაც 10 კაცი ხო არ მომიკლავს ერთი მოვქალი მარტო. ან ვინც კვლელი არ არის, იტყვის, რომ თავარია კვლელი არა ვარ, ყველაფერი სხვა. ადამიანს მიეცის საშუალება, რომ გაიმართლოს თავი, ხო? გაიმართლებს. აი ეს მეზვერე ეგეთ რაღაცას არ აკეთებს. უეჭულად გქონდა რამე სათქმელი. როგორც რასისულელეში ფარისეულმა თქვა, ეგეთი რაღაცა შეიძლება ეთქვა, რომ სხვა მეზვერეებისნაირი არა ვარ. ხო? უამრავი რაღაცის თქმა შეეძლო, არაფერს არ ამბობს. არა ერთი სიტყვასაც არ ამბობს, რომ იცის, რომ არაფერი არ არის, რამაც შეიძლება გაამართლოს, რომ ჩვენი კეთილი საქმეები არ გვიმსახურებენ სათასასუფეველს. რომ ჩვენი კეთილი საქმეებით ვერ მოვისყიდით სათასასუფეველს. ერთადერთი რაც გვიბოძებს უსასყიდლოდ სათასასუფეველს არის თავად ღმერთი. ეს იცის ამ კაცმა და ამიტომ ერთადერთს რასაც ხოვს ღმერთს არის წყალობას. სხვა არაფერს, სხვა ერთ სიტყვასაც არ ამბობს სხვას. ღმერთო მივხილე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე. აი ბრძენი კაცი. აი კაცი რომელსაც უნდა მიუბაძოთ. კაცი რომელმაც 1-2 სიტყვით ხო დაფარა სიმრავლე თავისი ცოდვების. იმიტომ რომ ესმოდა, მართლა ესმოდა ამ კაცს, რომ არანაირი კეთილი საქმე არ არის ღმერთის წინაშე თავმოწონების საბაბი. როგორც კი დავიწყებ თავის მოწონება ღმერთის წინაშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ხო? რაც არ უნდა სიწმინდით ვიცხოვოთ,
მაშინ მე ვკარგავ იმ სიწმინდესაც, იმ სათნოებასაც და იმ კეთილ საქმესაც. იმიტომ რომ კეთილი საქმეები ძმებო დებო არანაირ ქულებს არ გვაძლევს ღმერთის წინაშე. კეთილი ეგრე რო უყურო კეთილ საქმეებს ეგ იგივეა რომ სნეულმა თქვას, ო კაცი რო დასნეულებულია. იმან თქვას რომ წამალს რო იღებს, რომ სნეულებისგან განიგონოს, რომ მაგისთვის უნდა ქება ეკუთვნის მას, და უნდა დამსახურებულ რაღაცას აკეთებს. სისულელია ეგეთი რამე რა. სნეულმა თქვას რომ რაღაც წამალს რო იღებს, მაგიტომ რაღაცა დაიმსახურა და სხვებმა უნდა ტაში დაუბრან, იმიტომ რომ წამალს იღებს. არა, წამალს იღებს, იმიტომ რომ სჭირდება. წამლის გარეშე მოკვდება, ხო? ზუსტად ეგრეა კეთილი საქმეები. კეთილი საქმეები არანაირ ქულებს არ გვაძლევს. კეთილი საქმეები თუ არ მოვიმოქმედეთ, მაშინ მათ საპირისპიროს მოვიმოქმედეთ, რომელიც არის ცოდვა. ამიტომ კეთილი საქმეები მოყავარ ჩვენ იმ მინიმუმამდე, რომელიც საჭიროა, რომ ღმერთის წინაშე თვალის ახება მაინც შეგვეცვლოს. არანაირ დამატებით ქულებს ჩვენ არ გვაძლევს კეთილი საქმეები. რომელ კათოლიკებს აქვთ ეგეთი წარმოდგენა, რომ აი რაღაც სიკეთეს რო ვაკეთებთ, ხო, ან ამდენ შვილოცებთ, ან ამდენ ვიმარხავთ, ხო? არსებობს ესეთი სულიერი ანგარიში, როგორც საბანკო ანგარიში და იქ ქულებს ვიგროვებთ. და აი თუ მეც ვილოცებთ, მეტი ქულები დაგვიგროვდება, თუ მეც ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. აი რასაც გავაკეთებთ, რომ თითქოს კარგია, ხო? ქულები გვიგროვდება და რაღაცა დონეს რომ მივახცევთ ქულების, ხო? მაშინ მაგითი უკვე ცხონება გარანტირებული გვაქვს და მერე ამ ქულების დაგროვებას გაგრძელება შეიძლება კიდე და ეს უკვე ესე გადამეტებულია. ესე იგი ცხონებაზე უკვე მეტ ქულებს იმაშებით ვიგროვებთ და ეგრე უკვე საერთოდ შეგვიძლია მოვილხინოთ და ვთქვათ, რომ გარანტირებული გვაქვს. ეს არის სიბეცე ესეთი წარმოდგენა. ვერანაირ ქულებს ვერ დავიგროვებთ, იმიტომ რომ სათნოება არის ანტიდოტი შხამის წინააღმდეგ. როგორც ცოდვა არის შხამი, რომელიც თუ სოდავთ, მაშინ ვიშხამავთ თქვენ სულს. სათნოება და კეთილი საქმეები ამ შხამის ანტიდოტია. როდესაც ანტიდოტს იღებს კაცი, არანაირ განსაკუთრებულ რაღაცას არ სჩადის. ანტიდოტი არის იმისთვის, რომ არ მოკვდეს, რომ შხამმა არ იმოქმედოს. ანუ კეთილი საქმეები არის საწინააღმდეგო იერარქია. ცოდვის წინააღმდეგ იერარქია, რომელიც ღმერთმა მოგცა. და თუ არ გამოიყენებთ ამ კეთილ საქმეებს, მაშინ უეჭველია, რომ ჩავარდებით მათ საპირისპიროში, რომელიც არის ცოდვა, იმიტომ რომ შუალედური არ არსებობს. ან სათნოებას ვიპოვებთ, ან ვნებებს. შუალედური ნეიტრალური არ არის. შესაბამისად, ნებები რო არ მოვიშხამოთ. ნებები მაგიტომ არის საჭირო სათნოებების მოპოვება. არა ქულების დაგროვებისთვის, არამედ ამ შხამის წინააღმდეგ დაცვისთვის. როდესაც ესეთი წარმოდგენა გვაქვს, მაშინ მართლა ვილოცებთ როგორც მეზვერე. ვილოცებთ იმ გაგებით, რომ არაფერი არ აგვაქვს დასაკვეხი. მთელი მსოფლიოს სათნოები რომ მოვიპოვოთ, მაინც არაფერი არ აგვაქვს დასაკვეხი, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ მათი საპირისპირო ნებების წინააღმდეგ წამალი. და თუ ეგეთი წარმოდგენა გვაქვს, მაშინ მართლაც დავიხსნით თავს ამ ფარისევლის სიბეცისგან, რომ კაც ეგონა, რომ იმ ცხოვრების წესით, რომელიც ცხოვრობდა, მან დაიმსახურა. დაიგროვა იმდენი ქულები, რომ გარანტირებულია უკვე სათასასუფეველი, ღმერთი მას აღარ ჭირდება და უბრალოდ თავის აი ამ დაგროვილ სათნოებებში კაცი ილხენს, უყურებს თავის თავს, მოწონს თავის თავი, იხსენებს რამდენ სიკეთეს აკეთებს და დანარჩენს კიდე ცოდვილებს ზემოდან დახურებს, რომ და მადლობას ეუბნება ღმერთს, უბრალოდ საკუთარ თავს აქებს, რომ აი მათნაირი არ არის. ეს არის ყველაზე საშნელი სენი, რომელიც მორწმუნისთვის არის ყველაზე ახლო მყოფი სენი.
ზემოდადებული, იმიტომ რომ როდესაც ხილულ ცოდვას განვეშორებით, ხო, ანუ ამ სოფელში ვართ, ცოდვაში ვარდებით და რაღაცა მომენტში ღმერთი გვეძახის ეკლესიისკენ და მოვდივართ ეკლესიაში და ხილულ აი ყველაზე ასე ხელშესახებ ცოდვებს ვცდილობთ, რომ თავი ავარიდოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულში არ არის იგივე ცოდვები, მაგრამ ეგ უხილავია. სხვები ვერ ხედავენ მაგას, ხო? ჩვენსა და ღმერთს შორის არის ჩვენი გული რამდენად წმინდანი. ამიტომ ხილულ ცოდვებს, როდესაც განვეშორებით, ეკლესიაში ვიწყებთ სიარულს და ლოცვას და მარხვას და აი ამ კამპანიისგან თუ ამასოფლისგან ცოტა განვეშორებით, ყველაზე დიდი ხიფათი მოდის აი ამ ფარისევლობისგან, რომ რამდენადაც ვშორდებით ჩვენ ხილულ ცოდვებს, იმდენად უახლოვდებით ამ რისკს, რომ თავი არ ჩავთვალოთ, არ დაუშვათ შეცდომა და თავი არ ჩავთვალოთ აი ამ ფარისევლის ნაირად, რომ რახან ხილულ ცოდვებს განვეშორეთ, უცბა აი ოდნავ მაინც პატარა მარცვალი მაინც არ დაუშვათ ჩვენ გულში, რომ თავი მოვიწონოთ რამეთი ღმერთის წინაშე. აი როგორც კი ეგეთი აზრი გაგვიჩნდება წმინდადებო, აზრიც კი გავანებოთ თავი ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და ღმერთს უთხრათ, რომ მაშორე ღმერთო, მაშორე აი ეს აზრი, რომ აი ამ აზრმა არ დაიდგას ფესვები ჩემ გულში და არ დამიბნეულოს გული იმდენად, რომ ვემსგავსო ამ ფარისევლს. ყველაზე სახიფათო აზრია ეგ ამოწმუნისთვის. ყველაზე სახიფათო, რომლისგანაც სხვათა აი ესეთი ხალხი როგორიც მეზვერია, ხო, დაცულები არიან. აი რა უცნაური რამეა. ხალხი, რომელიც ხილულად რაღაც ცოდვილ კამპანიაში არიან, ამ აზრისგან დაცულები არიან, იმიტომ რომ ვერ იფიქრებენ საკუთარ თავზე, ხო, რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ ხილულად თვითონაც ხედავენ, რომ შთაფულები არიან. და როგორც კი მოშორდება კაცი აი ეგეთ ამასოფლის აშკარა ცოდვილ იმას, ხო, ცხოვრებას, მაშინვე ეშმაკი იწყებს, რომ აი მიცეს აი ეს ჩაუნერგოს ეს მარცვალი, რომ მართალი ხარ, აი მართალი კაცი გახდი. მოდი მოიწონე თავი, მოდი აი დავითვალოთ რამდენი კარგი გააკეთე. დავითვალოთ რამდენი იმ დროიდან, როდესაც მოშორდი ამას სოფელს, რამდენი დრო გავიდა და რამდენი სიკეთე გააკეთე. როგორც ცეცხლს ისე გავექცეთ, აი ეგეთ აზრს. ღმერთის წინაშე უნდა მივიდეთ შიშულები. ჩვენი ლოცვა უნდა იყოს გავართ გაშიშულებულად ღმერთის წინაშე, არაფერი არ აქვს. მთელი მსოფლიო რო გადავარჩინოთ იმ დღეს ღმერთთან უნდა მივიდეთ ცარიელები, როგორც არაფრის გამკეთებლები და მხოლოდ ვთხოვოთ ღმერთს წყალობა, რაც მეზორემ სთხოვა ღმერთს. აი ესე კონსტატებს ეკლესია ლოცვისთვის და მარხვისთვის.